დღეს კვირაა და შესაბამისად ფრაგმენტების დღეა. ამჯერად ორდუს ქართული ენის კურსებზე და იმ ქართველებზე მოგიყვებით, რომლებმაც მშობლიური ენის შესწავლა გადაწყვიტეს. ორდუ თურქეთის შავი ზღვის რეგიონში შემავალი, თუმცა საქართველოს საზღვრიდან მოშორებით მდებარე ქალაქია. სამშობლოსთან საუკუნეზე მეტი ხნით დაშორებამ თავისი შედეგი იქონია და აქ ქართული ენა დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. ირინე წუწუნავა და ვალერი ვახტანგაძე მოგვიყვებიან, რას აკეთებენ მუჰაჯირების შთამომავლები წინაპართა ენის გადასარჩენად. გამარჯობათ. ქართულად მისალმებაში უჩვეულო ჩვენთვის თითქოს არაფერია, თუმცა განსაკუთრებულია, რადგან ეს პატარა საქართველოა, გურჯების საქართველო მეზობელ ქვეყანაში, თურქეთის რესპუბლიკაში. დავიწყოთ გაკვეთილი დერს ბაშლიალესფის ყ ვ ფ ն ზ რ ყოდან ბაშლიან kelimeler kibe ne demek? Merdiven. Başka? Ku. Ne demek ol? Kaplumbağa. Başka? Koka. ასე ჟღერს ქართული ანბანი ჩვენი საზღვრიდან მოშორებით, ქალაქ ორდუში, სადაც მუჰაჯირები საუკუნე ნახევრის წინ გადასახლდნენ. მშობლიურ ენას ახლა მათი შთამომავლები სწავლობენ. თითქოს ნაცნობი, თუმცა მაინც უცნობი სიტყვის წარმოთქმა უჭერთ. სწავლა ახლა დაიწყეს. ქართული ენის კურსები ორდუში გასული წლის მიწურულს გაიხსნა. ნავი. ნუშის ხეა. ეს ნუშის ხეა. ის ნაძვის ხეა. ახლა დავიწყეთ, აი ერთი თვე არ გამხდარა, რაც დავიწყეთ მართლა და ახლა გებულობენ. არ იცოდნენ, აი ზოგი ერთმანეთისგან ერთი მოსწავლე ყავს ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა თბილისში ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა ჩაბარება. 16 წლის არის და აი სწავლობს ენას, ჩემი 4 მეგობარისო, იქ არისო სწავლობენო და აი მოსწავლეც დაგვემატა. ყველა ასაკის მოსწავლეები ყავს. ასე ვთქვა და ყველა კითხულობს თითქმის ერთი აი ამ ერთი თვე ვამბობ რომ ერთი თვეა რაც დავიწყეთ, მაგრამ კვირაში საათ ნახევარი, ასე იგი 2 დღე გვაქვს. სულ 12 საათი და ამ 12 საათის განმავლობაში, რა ვიცი, ამდენი ისწავლეს ნიჭიერი მოსწავლეები მყავს ფიქრობ. მე ვარ ქართველი. ქართული ენის კურსზე ადგილები გახსნიდან მალევე შეივსო. ამ ეტაპზე 30 მოსწავლე ჰყავთ. ინტერესი საკმაოდ დიდია, რაც იდეის ავტორებსა და თავად პედაგოგს, რომელიც საქართველოდან არის, ძალიან ახარებთ. ქართული ენა მუჰაჯირების შთამომავლებში დაკარგვის პირასაა, ამიტომ მისი გადარჩენა ორდუს კავკასიის ქართული კულტურის ცენტრის მთავარი ამოცანაა. ეს ასოციაციის საკონფერენციო დარბაზია. თვეში ერთხელ ვიკრიბებით აქ სხდომებს მართავთ და ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გააკეთა ორგანიზაციამ. კვირაში 2 დღე ქართული ენის გაკვეთილებს უთმობთ, რადგან სხვა თავისუფალი დარბაზი არ გვაქვს. ფიქრობთ, მოსწავლეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ამიტომ გვინდა სხვა ადგილი გამოვნახოთ. სპეციალურად ქართული ენის კურსისთვის, რომ ამ საქმეს უფრო კარგად მივხედოთ. ერთი მოსწავლე მყავს, მეუღლე ყავს ქართველი. დღის ჯგუფშია, თვითონ სიძია ჩვენი და ენიშტე ისწავლა პირველი სიტყვა და სიძევა რო უხარია იძახის. აი ის მაგალითად არ არის ქართული ფესვები არა აქვს და დანარჩენები ვინც არიან, სულ ყველა ქართული ფესვებით არიან და რამდენიმე იყო იქ, თქვათ, სამუშაოდ იყვნენ ადრე, ძალიან ბევრი წლის წინ, მისი მეუღლე არ არის ახლა აქ არ გვესწრება და იცის რამდენიმე სიტყვა. ეს კალიგრაფიის მასწავლებელია და ქართულად დაწერა ესენი, თურმე თურქულად კალიგრაფიის მასწავლებელი, დაუწერეს ენ, თვითონ დაწერა, მოძებნა თვითონ და მოიტანა, ვანახო ეს ქართულ სიტყვებს წერს და უნდა რომ აფორიზმებიო დამიწერეო და დავწერო იმასაცო. ვიდრე ჩვენ საუბრობდით, პროფესიით კალიგრაფისტმა დრო არ დაკარგა და ქართული ასოების მოხატვა დაიწყო. ირინე. ეს ხომ დამაჩუქოთ. გურჯიჯესოილე. ქართულად თოთა მე მუნია სიამოვნებით. ძველმა ქართველებმა იციან ეს ძველი აჭარიდან წამოსულებმა უკვე თაობიდან თაობას რომ გადაეცემოდა
დაიკარგა რა თქმა უნდა ის სიტყვები, ფორმა შეიცვალა, სულ სხვა ფორმით საუბრობენ და მისთვის უფრო ძნელია. სხვათა შორის ვინც პირველად იწყებს ამ ადან და იდან და ამბანიდან იმათვის უფრო ადვილია უსწორებს სიტყვებს იცის ძველი ქართულით იმ ხდომილობ აი ხდომილობ ხდემის მაგივრად ამბობს ხდომილობ და ვერ ვწერავდი წერა არ ვერ ვწერავდი და წერა მინდა ვისწავლო ამბობს და აი ესენი იპოვა და დაწერ ვისწავლობ სწავლობ ჩვენ ისე დევსწავლეთ ჩვენ ისე დევსწავლეთ რადგან ქართულად გამართულად ვერ საუბრობენ, კამერას ერიდებიან. ვინც ენაწინაყრებისგან შედარებით კარგად შემოინახა, გვიყვება საიდან გადმოსახლდნენ მათი მამაპაპები ორდუს პროვინციაში. ნედემეკ ის ვასოს თივა, ნედემეკ თუ ვასოსუნ სამანა. ჩვენი ბაბაები კომპლექტად ჩამოსული არიან. ამაღან პირველად ვაკა მოსული. წერვა კითხვა არ ვიცი. ამას მე მოვიდონდა მაშინ დასწავლე წერვას კითხვას. ჩემი მეუღლე იგის კომპლექტელია. კომპლექტიდან იგი ხუთსუბანი სოფელიდან მოსულა. იქიდან რომ ჩამოვდეს თურმან, აკა ფერშებეში ხუთსუბანი სოფელია ძველი. რომ ჩამოვდეს ხუთსუბანი სოფელი აქ დაათქვეს კიდევ ჩვენ ძველებმა ქართულად ხუთსუბანი ვიცით. სახში სულ ქართული ლაპარაკი იყო, იქიდან დასწავლე. ჩვენი ლაპარაკი ასწა ხარახურა ლაპარაკი. ნახმარი თურქული, ნახმარი ქართული. ეთნიკური წარმომავლობის შესახებ კი უფრო მეტს იმ წიგნიდან გაიგებენ, რომელიც ცენტრს საჩუქრად ისტორიკოსმა როინ მალაყმაძემ ჩაუტანა. მათ შორისაა პროფესორ შუშანა ფუტკარაძის წიგნი ჩვენებურების ქართული. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოსდან მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებ გურჯებთან, ეთნიკურ ქართველებთან ჩავიდა. ჩვენ ვსწავლობ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, მუჰაჯირებს და ჭოროხში აქ ვინ ცხოვრობდნენ. ეს არის ჩვენებურების ქართული. ჩვენებურების გურჯიჯე. Eski siz nasıl gurcice konuşuyorsunuz? Sizi o eski onlar öğreniyorlar, size o getirdiler. Birinci პირველად მოდა პროფესორი შუშანა ფუტკარაძე. შეიძლება იცი. და ჩაიწერა ეს არის მესამე კითაბი. აქ თქვენი შეიძლება ბაბაი, შეიძლება დედეს მონაპოლი იყოს აქაც. ეს არის აჭარის ეთნოგრაფია არის, ცხოვრება, ჩაცმა, დახურვა, ჩვენ კულტურა, ჭამა, სმა. ქართული სამზარეულო აქ მცხოვრები ქართველებისთვის განსაკუთრებულია და თითქმის ყოველდღიურად ამზადებენ კერძებს, რომელიც დღემდე შემორჩათ. ფხალი, საცივი და ხინკალი აქ ყველაზე პოპულარულია. ფხალი მოვხარშე, ცალკე მოვამზადე კარაქში ხახვი, პომიდორი, ნიორი და დაუმატე ქინძი. ასევე სხვა სანელებლებს და მჭადის ფქვილს ვომატებ. მე ამ ყველაფერს ფხალთან ერთად ერთ ქვაფში ვათავსებ. ეს ჩვენებური ფხალია, დედისგან ვისწავლე. ამ ყველაფერს ერთად დავამუშავებ და შემდეგ ქათამს ვუმატებ, რომელიც უკვე მოხარშულია და მზად მაქვს. ეს კერძი აქ ძალიან გვიყვარს. გურჯების მიერ მომზადებულ კერძებს დააგემოვნებთ თუ ორდუს კავკასიის ქართული კულტურის ცენტრს ეწვევით. საქართველოსთან სტუმრების გამოჩენა აქ განსაკუთრებით ახარებთ. ვფიქრობ, რომ ეს ტრადიციების გაცოცხლება, განახლება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მათ სულში ქართველობის გაღვიძებას. მე მინდა ჩემს საქართველოს ვუთხრა, რომ ყველამ ერთად, რაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდში, თუ კი გვინდა, რომ აი იმ 6 მილიონმა ქართველმა იქართველოს. ბავშვობიდან მოყოლებული სულ ფიქრობდი ჩვენ აქეთ დარჩენილ ქართველებისათვის რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენ ერთად ყოფილიყავით და ქართული სული ყველგან სადაც არიან, ქართული სახელკარები იგება, ოდასახლები და როგორ ცხოვრობდნენ, მაინტერესებდა. ვეძებდი გზებს, თუ როგორ შეიძლებოდა მენახა არა დაკარგული, არამედ შენახული ქართველობა. გაგიმასპინძლდებიან და მოგიყვებიან ხებრებს. იგივე ამბებს გურჯების შესახებ, რომლებმაც მუჰაჯირობიდან დღემდე დიდი გზა გაიარეს და ქართულ-თურქული ურთიერთობების ისტორიაც გაკვალეს. ქართველს დიდას საღამ გამე არაბლამდე აუდგებენ ოთახიდან
დევეხმარებით იცოდეს საქართველოს ხალხმა ჩვენ აქ ერთად ვართ.